მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა. დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელიც პრინციპში დღევანდელ საზოგადოებას ნაკლებად არ უნდა აწუხებდეს, ვიდრე ეს ხდებოდა ძველად. თემა ეხება რას? ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი დღევანდელ საზოგადოებაში, როცა წვდომა გვაქვს ამდენ წყაროსთან, ამდენ საშუალებასთან ინფორმაციის, სოციალური ქსელი იქნება, მასმედია იქნება და ასე შემდეგ. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ჩნდება, რომელიც პრინციპში ოდესღაც ძალიან იშვიათი იყო. ძველ დროში, როდესაც ადამიანები უფრო მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული საკუთარ ფესვებთან, საკუთარ გარემოსთან, საკუთარ საცხოვრისთან, იმ კულტურასთან, რომელშიც დაიბადნენ, აღიზარდნენ, ეს კითხვა ნაკლებად ჩნდებოდა. საქმე ეხება სოფხედველობითი ორიენტირების არჩევას. ვიღაც ადამიანი იბადებოდა კონკრეტულ გარემოში, კონკრეტულ ეთნო-რელიგიურ კულტურულ სფეროში და როგორც წესი იმ ფარგლებში, იმ ჩარჩოებში რჩებოდა. იყვნენ ლოკალური ღმერთები, ტომობრივი, თუ გვაროვნული, თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა, მაგრამ დრო გადის, კავშირი უფრო და უფრო ინტენსიური ხდება ქვეყნებს შორის, ტერიტორიებს შორის, ჩნდება საზღვაო თუ სახმელეთო სავაჭრო გზები და ადამიანები ერთმანეთს ეცნობიან უფრო და უფრო მრავალმხრივი ხდება ეს ურთიერთგაცნობა ინფორმაციის, ცოდნის, ტრადიციების. შემდეგ იმპერიების პერიოდი მოდის, იმპერიები პრინციპულად ცდილობენ, რომ საკუთარი ცნობიერება თავს მოახვიონ. პრინციპში რა არის იმპერია? განსხვავდება იმპერია სახელმწიფოსგან, ქვეყნისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, სამწუხაროდ ამაზე შეიძლება ხშირად არ ვფიქრობდეთ. იმპერიისთვის ერები არის ნედლი მასალა. სახელმწიფოსთვის ერი, რომელიც მასში ცხოვრობს, ეს არის მისი მიზანი. შეინარჩუნოს, გადაარჩინოს, იზრუნოს მასზე, დაიცვას ის. აი იმპერიისთვის, აი ეს ერები, პატარა ხალხუკები, ქვეყნუკები, რომელსაც ის იპყრობს, მასალაა, ნედლი მასალა, რომ გადაამუშაოს იმ პროდუქტად, რომელსაც ის საკუთარ თავს ხედავს. ამიტომ არის იმპერია, როგორც წესი, არც თუ კეთილშობილური წარმონაქმნი და ასე იყო ყოველთვის. ძველი ჩინეთი ავიღოთ, ძველი ეგვიპტე ავიღოთ, შუამდინარეთი, ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. იმპერია არ შეიძლება იყოს კეთილშობილური. ის მოიხმარს ხალხებს და ერებს. სახელმწიფო აშენებს, განავითარებს, იცავს საკუთარ ერს, საკუთარ ხალხს. ეს არსებითი რამ არის. და იმპერიებს ჰქონდათ სხვადასხვა პრინციპი, თუ როგორ მოეხელთებინათ პატარა ხალხი, როგორ დაემონებინათ ისინი. როდესაც სამყარო იყო პოლითეისტური, ეს უფრო ადვილი იყო, ხო? ჩვენ გვყავს ჩვენი ღმერთები, თქვენი ღმერთები, პრობლემა არ არის. თუ თქვენ ჩვენს მთავარ ღმერთს აუგებთ თქვენს მთავარ ქალაქში ტაძარს და თუ თქვენ მას თაყვანს ჩვენ თქვენ ხელს არ გახლებთ. რომის შემთხვევაში ეს მთავარი ღმერთი იმპერატორი ხდებოდა, ბუნებრივია, ამიტომ სდევდნენ ქრისტიანებს, ჩვენ გვითხოვთ და გავიმეორებთ, ხო? ქრისტიანებს სდევდნენ არა იმის გამო, თუ ვინ სწამდათ მათ. არამედ იმის გამო, თუ ვინ არ სწამდათ მათ. ეს თქვენი იესო გწამდეთო, ამბობდნენ რომაელები, ოღონდ იმპერატორი აუცილებლად პირველ რიგში. ჩვენ ვეუბნებით, რომ არა. ერთია უფალი, ერთია ღმერთი, ერთია სამყაროს შემოქმედი და ერთია ის, ვისაც ჩვენ თაყვანს. ხო, აი მაშინ თქვენ დაიჭებით. თუ იმპერატორს არ სცემთ თაყვანს, მაშინ თქვენ დაიჭებით. ეს დღესაც იგივეა, ხო? იყავით ყველას მიმართ ტოლერანტულები და ეს თქვენი იესო ყავდეთ, მაგრამ აი ჩვენ მიერ ჩათესილი, შემოთავაზებული კულტები მიიღეთ, რელიგიური კულტები იქნება, ოკულტური კულტები იქნება, იდეოლოგიური კულტები იქნება, მიიღეთ და ეს თქვენი არ გვაწყობს მაშინ. იმიტომ იციან რომ თუ ამათ ყველას თანაბარ რანგზე განათავსებთ, ბუნებრივია ჩვენ აღარ ვართ ქრისტიანები. და აი გადის დრო და
რაც დრო გადის, სამყარო აღმოაჩენს, რომ აი ამ ფართო კავშირის შედეგად სხვადასხვა ელემენტებს ეცნობიან ადამიანები. ხდება ჯერ კიდევ ძველი ისრაელი ავიღოთ, ხო? ელემენტარული მაგალითი ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნე, როდესაც სოლომონ მეფის შემდეგ მისი სამეფო გაიყოფა, მეფე იორობოამი, ჩრდილოეთ სამეფოს მეფე, შექმნის ძალიან მსგავს რელიგიურ კულტს, ძალიან მსგავს ჭეშმარიტ რელიგიასთან. მაგრამ სასტური იყო. იცოდა შემღრება. გავა საუკუნეები ამათ აიპყრობენ ასურელები, ბაბილონელები, შემდეგ გადმოასახლებენ სამარიტელებს აქ, სხვა ტომებს სამარიის ტერიტორიაზე, შემდეგ ისინი პირუკუ იწყებენ შერღვნას, იღებენ მოსეს ხუთსიგნეულს და კიდევ თავიანთ წარმართებებს ამატებენ და ასე შემდეგ. ანუ ეს შერევა, შემღრევა ყოველთვის ხდებოდა. და ჩნდება ეს კითხვა, რა ნიშნით განვასხვაოთ ჩვენ? ჭეშმარიტება არაჭეშმარიტებისგან. და აი პავლე მოციქული გვაძლევს პასუხს, რომ ეს არის სული. ვისი სულით? წმინდა წერილიდან გვგებულობთ, რომ სულიწმინდის გარეშე ადამიანი მაცხოვარს ვერ მიიღებს იმად, ვინც არის მაცხოვარი. ერთადერთი საშუალება სწორად მიიღო უფალი, სწორად შეიცნო, სწორად ცემდემას თაყვანს, ეს არის, რომ გქონდეს სული წმინდა, სული ღვთისა. ანუ თავარი კონტექსტი, რომლის ფარგლებში შეიძლება ესა თუ ის სიტყვები იძენდნენ ახალ მნიშვნელობას, სწორ მნიშვნელობას. ამ პირიქით, რომელიმე ტერმინისგან გამოშიგნავდნენ არასწორ ინტერპრეტაციებს, არის სული წმინდა. სულით განისაზღვრება ყველაფერი. ამიტომაც არის, რომ პირველი კრება, მოციქულთა კრება ბრძანებს, რომ ასე სათნო უჩნდა სული წმინდას და ჩვენს. და შემდეგ ყოველი შემდგომი კრება, როგორც მემკვიდრე ამ კრებისა, იმავე პრინციპით გაყვება. ანუ თავი სული წმინდა არის და ვინაიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში უზენაესი ხელისუფალი არის კრება, კრებსითობა, სადაც 2 ან 3 ქრისტეს სახელით იკრებება, იქ არის უფალი. ამიტომ კრებების, განჩინებების, უთხოვარობის გარანტი არის არა ვინმე ავტორიტეტული, პოპულარული მამაო ან მეუფე, არამედ სული წმინდა. და აქ მივდივართ საინტერესო მომენტთან. სული წმინდა ბერძნულში გვხვდება ხოლმე ტერმინი პრობლემა. პრობლემა არადგანელი გაგებით. ეს როგორც კონცხი წინ შეჭრილი და გვხვდება ხოლმე როგორც სული წმინდის ერთ-ერთი ეპითეტი. პრობლემა ის წინ არის შემოჭრილი, ის მას უნდა მიუყვეთ ჩვენ ის გვაძლევს მიმართულებას როგორ ვიაროთ უფლისკენ. მაგრამ პრობლემა ქონდა სხვა სული წმინდასაც. საქმე ის არის, რომ ბერძნულშიც, ებრაულშიც, ლათინურშიც, სლავურშიც სული წმინდის სახელიდან გამომდინარე, უჩნდებოდა ხალხს წარმოდგენა, რომ სული წმინდა, მამა გასაგებია, მამა ცალსახელმწიფო პიროვნებასთან. მამა. თუ მამა, მას უნდა ყავდეს, მამა როგორ ვლინდება? შვილიერებით. მამა ლოგიკურად ადამიანის ცნობიერებაში ავტომატურად მოითხოვს, რომ არსებობდეს შვილი. მამა და ძე ამიტომ ძალიან ბუნებრივი წყვილი იყო ამათვის. აი, სამების მესამე წევრის მიმართ ჩნდებოდა, რომ ადამიანებს მათი ენობრივი გამოცდილება კარნახობდა უცნაურობას. მამა პიროვნება, ძე პიროვნება, სული წმინდა პიროვნება, პირია კი ის. აი ეს ცნობილი შემთხვევა იყო, როდესაც ერთმანეთთან მივიდა ადამიანი, მოწუთ რომ დაგვეხმარეთ, ჩვენ გვაქვს პრობლემა, მე ვმუშაობ ნავთობ გადამამუშავებელი რაღაც ქარხანა, ფირმა იყო და ჩვენ როცა ბენზინ გასამართი სადგურებისთვის ამ ავტოპროდუქტებს გადავანაწილებთო, იქო მუშებსო ვაწერინებთ ხელშეკრულებაზე ხელსო, რომ ის თუ მწეველია ბუნებრივია, აცნობიერებს საფრთხეს, როცა ეწევი და იქ ნავთობპროდუქტია შეიძლება პრობლემა იყოს და აწერან ხელსო, რომ მოწევენ თუ რაიმეა, მაინც ძალიან სჭირდებათ. ბენზინით სავსე ავზებთან სიგარეტს და არ მოწევენო ცარიელ ავზებთან. იმიტომ რომ როცა სავსეა ავზი, თუ მოხდება ნაპერწკალი აალდება.
მაგრამ თუ ცარიელია, იქ აირებია დაგროვილი და ნაპერწკების მოხდის შემთხვევაში აირები და ამიტომაც ჩვენ ვუტარებთ ტრენინგებსაცო, რომ ცარიელთან მოწევა არ შეიძლება. სავსესთან თუ მაინც და მაინც რაღაცა არის. ნუ კიდევ აალდება და ჩავაქრობთ. ცარიელი აფეთქდება. იციანო და მაინც მიდიან და ეწევიან ცარიელებთან. მოგეთ მე ვიფიქრეს და ეს მეცნიერი მიხვდება ესეთ რამეს. იმ ადამიანებს ატყუებდა მათი ენობრივი გამოცდილება. ცარიელია, ნუ ცარიელს რა უნდა მოვიდეს? ცარიელია. ცარიელია. ეს ხო რაცა ოპტიმისტი თუ პესიმისტი, ჭიქა ნახევრად სავსე თუ ცარიელი და ფიზიკოსები ხმარობენ რომ ჭიქა ცარიელი არ არსებობს, თქენ არ ამოტუმბა ყველაფერს. ხო, ანუ ნახევრად ცარიელი ჭიქა, სინამდვილეში ეს არის ჭიქა, რომელშიც ნახევარში წყალია, ნახევარში ჰაერია. ანუ ეს ფიზიკა მიცის, მაგრამ ენობრივი წარმოდგენა სიცარიელის შესახებ. ჩვენ რამდენიმე გადაცემა გვექნება ხოლმე, რომელიც შეეხება ბუდიზმს. მთელი რიგი მიზეზების გამო. იქ ნახავთ ბუდიზმში სიცარიელის არარას კონცეფცია გვითარდებოდა, ხო? და იქაც სიცარიელის გამო, ნუ რა მოხდება? ცარიელავსთან მოუწევ, მიდიოდნენ, ეწევდნენ, ფეთქდებოდა, ტრავმირდებოდნენ და სადაზღვევ კომპანიას პრობლემები უჩნდებოდა მე ამათთან. დავები, ჩივილები, რომ აი რატომ ანუ ეს ენობრივი გამოცდილება შეიძლება ადამიანს ატყობს. იქაც იგივე იყო, მამა პირია, გასაგებია. ძე პირია, გასაგებია, სული წმიდა რუაჰ ჰაკოდეშ. ხო? ებრაულად. აგია პნეუმა. სპირიტუს სანქტუს. დუხ სვიატი. ყველგან ეს ორი სიტყვა არის, საზღვრული არის, ნუ როგორც შეიძლება ნებისმიერ რამ აღნიშნო. და საოცარი რამ. საქართველოში მამებმა ასეთი რამ გააკეთეს. ჩნდება და ამას ნახავთ იგივე წმინდა გიორგი მთაწმინდელის თარგმანში სიტყვა სული წმიდა. ერთ სიტყვად. ერთ მთელ სიტყვად. ეს არ არის ორი ცალკე მდებარე რაღაც სიტყვა არსებითი სახელი და ზეცართავის სახელი დასთული მასთან. ეს არის საკუთარი სახელი. თუ შეიძლება არსებობდეს მზე ჭაბუკი. თუ შეიძლება არსებობდეს გოგონა პირიმზისა. შეიძლება არსებობდეს სული წმიდა. ქართულმა ცნობიერებამ იპოვა საოცარი რაღაც. სული წმიდა გადმოეცა ისე რომ ქართულთა ცნობიერებაში არ ყოფილიყო კითხვა, არის კი ეს პირი, თუ არ არის პირი. ძალა იქნებ ღვთის, არა. ეს არის სული წმიდა. ეს არის ჰიპოსტასი, ეს არის პირი. აი ქართულმა ენამ აი ეს საოცარი რაღაც იპოვა და აი აქ ჩვენ მივდივართ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემასთან. ყველა მიცის ცნობილი თემა სულთმოფენობისას დაიძლია ბაბილონის დროს მომხდარი აღრევა ენად. ენები დაიშალა, მრავალფეროვნება გაჩნდა ენებისა, სამყაროს ახმისა, უამრავი სხვადასხვა ასპექტი, სხვადასხვა თავისებურება, ღმერთმა აალაპარაკაო, როგორ ბრძანებს ხოლმე გამახარებელი რომ ლაპარაკობდნენ მოციქულები. არა მარტო 12 არ იყო, შევახსენებთ 120 იყო. ლაპარაკობდნენ ენებზე, როგორც სული აძლევდა მათო. და იქ ჩამოთვლილია ხომ ეს ერები ვინც იყვნენ ჩამოსულები ამ დღესასწაულზე, იუდაურ დღესასწაულზე 51 დღის, ანუ სინას რჯულის ბოძების დღესასწაული იყო, ხო? 51 დღე პესახიდან იუდაურ ტრადიციაში. და ამ დღეს ჩამოდიოდნენ ხომ იუდეელები, რომ დღესასწაულზე ყოფილიყვნენ იერუსალიმში. და ჩამოვიდნენ ადამიანებსაც დაიბადნენ, გაიზარდნენ თაობებია, ცხოვრობენ სხვადასხვა დიასპორებში ებრაული გაფენილობისა. და ყველა საკუთარ ენაზე ესმის. ანუ ის რომ ბაბილონის გოდოლის შენებისას ენები აღარ ესმოდათ, ახლა ყველამ გაიგო. დაიძლია ის ხარვესი. და ენები, რომელსაც ყველამ თავთავისი გზით შეიძინა საოცარი გამოცდილება, აღწეროს მისტიური, აღწეროს სამქვეყნიური, აღწეროს პიროვნული თუ საზოგადო და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფრის შემდეგ ეს ენები ყველანი იკურთხა.
და ჩვენ გვიხარია რა მაგარია, მაგრამ კითხვა ჩდება ასეთი. ღმერთმა ეკლესიას დააწყებინა ლაპარაკი ყველა ადამიანის ენაზე. ადამიანებს მართებთ თუ არა სცადონ დაიწყონ ლაპარაკი ეკლესიის ენაზე. აი პრობლემა, რომელიც დღევანდელობას აქვს. დავდივართ ტაძარში და ჩვენ არ გვესმის იქ რას ლაპარაკობენ. ეს ძველი ქართული გაუგებარია ჩვენთვის. მაშინაც კი როცა ძველი ქართული პრინციპულად არ სხვაობს თანამედროვე ქართულისგან, ჩვენთვის ის უცხოა. მაშასე ღმერთის ენაზე ლაპარაკს აქვს ორი შრე. პირველი იმ ენაზე საუბარი, რომელზეც ღვთისმსახურებს შენი დედა ეკლესია. და ძალიან ცუდია, რომ ბევრ სკოლაში ძველ ქართულს არ ეთმობა აბსოლუტურად არავითარი დრო. აბსოლუტურად. ეს ერთი, მაგრამ მეორე, შეიძლება ადამიანები ლაპარაკობდნენ ერთსა და იმავე ლინგვისტურ ენაზე, მაგრამ ერთმანეთის არ ესმოდეთ. ერთი ლაპარაკობს ღვთისას და ღვთის მიერ, მეორე საპირისპიროს და საპირისპიროს მიერ. ამიტომ ეს ორი შრე, ორი მთავარი შრე, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად მონაწილეობთ ჩვენ სულთმოფენობაში, რამდენად მონაწილეობთ ჩვენ სულის გარდამოსვლაში, ჩვენ რამდენად გამთნაბიჯ სულისკენ. ეს არის დღევანდელობის პრობლემა. დღეს ბევრი რამ ვიცით, ბევრი რელიგიის შესახებ, მაგრამ სულმა უნდა გითხრას რომელია ჭეშმარიტი. და სულის ენაზე ლაპარაკს ვისწავლით კი ჩვენ, მან ჩვენ ენებზე დააწყებდნენ ლაპარაკი ეკლესიას. როდის დავაწყებდით ჩვენ შვილებს ლაპარაკს სულის ენაზე. კეთილი. ვფიქრობ ამჯერად საკმარისად თქვით ამასთან დაკავშირებით, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.